მოგესალმებით მეგობრებო, კვლავ უბრუნდებით ყველასათვის ცნობილ თემას უცხო პლანეტელები. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა დადის უცხო პლანეტელთა შესახებ, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში და ძალიან გახშირდა მფრინავი თეფშებისა და სხვა მსგავსი მფრინავი ობიექტების აღმოჩენა. ხალხი ძალაუნებურად დიდ ყურადღებას აქცევს ამ ფაქტებს. ზოგი დაშინებულია, ზოგი გახარებული, ხოლო ზოგი მეცნიერი ჟინით ავსებული უფრო გულმოდგინედ განაგრძობს კვლევებს მათ შესახებ. უცხო პლანეტელი არის კულტურული ფენომენი და არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენელი. ადამიანთა კულტურაში უცხო პლანეტელი ხშირად წარმოდგენილია ჰუმანოიდის ტიპის არსების სახით. ჩამოყალიბდა მისი ერთგვარი სახე, რომელიც ხშირად ასოცირდება მწვანე ან რუხი ფერის ადამიანის მსგავს არსებასთან, რომელსაც არ აქვს თმები, აქვს დიდი თავი, დიდი თვალები და გრძელი ხელები. ხშირად აღწერილია როგორც არსება გარკვეული სქესობრივი ნიშნების გარეშე. ადამიანთა წარმოდგენით უცხო პლანეტელები არიან ისეთი ცივილიზაციის წარმომადგენლები, რომელიც ადამიანებს ტექნოლოგიური განვითარების მასშტაბით წინ უსწრებს. ამ წარმოდგენებით უცხო პლანეტელები არიან კოსმოსური მოგზაურები ან რომელიმე პლანეტის მაცხოვრებლები. ისინი დაფრინავენ კოსმოსური ხომალდით, იტაცებენ ხალხს ან ადამიანებთან კონტაქტში შედიან. არსებობს 4 დონის კონტაქტი. პირველი დონის კონტაქტი არის, როდესაც ადამიანი ხედავს უცხო პლანეტელს. მეორე დონის კონტაქტი. ადამიანებს აქვთ მტკიცებულება იმისა, რომ უცხო პლანეტელი ნახეს. მესამე დონის კონტაქტი. ადამიანები უცხო პლანეტელებთან უსაზღვრო კონტაქტში შედიან. მეოთხე დონის კონტაქტი ყველაზე საშიშია. ამ დროს უცხო პლანეტელები ადამიანს იტაცებენ. ახლა კი მოგიყვებით საინტერესო სტატიებს უცხო პლანეტელების შესახებ. ედგარ მიჩელი საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა ამერიკაში. 1971 წელს მონაწილეობდა აპოლონების მისიაში და გახდა მე-6 ადამიანი, რომელმაც მთვარეზე დადგა ფეხი. მიჩელი რეკორდსმენია ასტრონავტებს შორის. კრატერ ფრა-მაუროს ტერიტორიაზე და შესაბამისად მთვარეზე 9 საათი და 17 წუთი გაატარა. ვეტერანი ასტრონავტი მთვარეზე ყოფნის დროს იყენებდა ვიდეოკამერას, რომელსაც ახლა აუქციონზე ყიდის. ხოლო NASA News თავის საკუთრებად მიიჩნევს და ყოფილ თანამშრომლებს სასამართლოში უჩივის, თუმცა ედგარ მიჩელი კიდევ უფრო სკანდალური ისტორიითაც არის ცნობილი. მიჩელმა ბაკალავრის წოდება მიიღო საავიაციო პროექტირებასა და მშენებლობაში, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი აერონავტიკისა და კოსმონავტიკის დარგში. დაწერა რამდენიმე შემეცნებითი და 2 შემეცნებითი პოპულარული წიგნი. მიუხედავად ამისა, რადიოსადგურ კერაგან რადიოს ეთერში მიჩელმა სკანდალური გამოსვლის მერე NASA-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ იზიარებს ყოფილი თანამშრომლის შეხედულებებს, თუმცა პატივს სცემს როგორც დიდ ადამიანს. რა თქვა ასეთი, რომ NASA-ს თავის მართლება დაჭირდა. პირველ რიგში მიჩელმა განაცხადა, რომ სჯერა უცხო პლანეტელების არსებობის. იმ ნაციის წარმომადგენლებისთვის, სადაც 50% თვლის, რომ უცხოები არსებობენ, ასეთი განცხადება მოულოდნელი არ უნდა იყოს. თუმცა ყოფილი ასტრონავტის შემდგომმა სიტყვებმა რადიოწამყვანი აღაშფოთა. მან რამდენიმეჯერ სთხოვა მიჩელს გაემეორებინა ნათქვამი. მიჩელმა თქვა, რომ უცხოები არა მარტო არსებობენ ჩვენს გალაქტიკაში, არამედ მუდმივად სტუმრობენ დედამიწას თავიანთი საფრენი აპარატებით. კერძოდ, გახმაურებული როზუელის ინციდენტი ნამდვილად კოსმოსური ხომალდის კატასტროფა იყო, ხოლო წინასწარ დაგეგმილი კონტაქტები მუდმივად ხდება. პლანეტათა შორისი ურთიერთობების შესახებ იციან სამხედროებმა და დაზვერვამ, რომლებსაც მიჩელი კარგად იცნობდა. მართალია, თვითონ ასტრონავტი უცხოებთან კონტაქტში არ შესულა, რადგან არამიწიერი სიცოცხლე მისი სფერო არ იყო. თუმცა ნახა როგორები იყვნენ ისინი. დაბალი სიმაღლის, საცეცებით, დიდი თავით და დიდი თვალებით. ოღონდ მათი კანის ფერი მწვანე კი არა, რუხი ფერისაა. უცხოებს მშვიდობიანი მიზნები ამოძრავებთ. ეს რომ ასე არ იყოს, ისინი დიდი ხნის წინ გაგვანადგურებდნენ. ჩვენ ხომ არანაირი დაცვა არ გაგვაჩნია. ყოველ შემთხვევაში ამერიკის მთავრობამ უკვე 60 წელია იცის უცხო პლანეტელების არსებობის შესახებ და აქტიურად მასპინძლობს უცხო სამყაროების წარმომადგენლებს. ეს საიდუმლო ინფორმაციაა. თუმცა ზოგიერთმა მათგანმა პრესაში გაჟონა. ამიტომაც არ ეშინია მიჩელს და ამიტომაც გაუზიარა ეს ინფორმაცია კერაგან რადიოს. ყოფილი ასტრონავტი არ გამორიცხავდა, რომ ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა გამოაქვეყნებდა არამიწიერ ცივილიზაციის შესახებ არსებულ ინფორმაციას. ასეც მოხდა.
საიდუმლო მასალების ნაწილი საჯარო გახდა ბრიტანეთში, მექსიკაში, საფრანგეთში, ბელგიაში და ბრაზილიაში. ამის გარდა უბრალოდ მოკვდავებს სულ უფრო მეტ სწორ ინფორმაციას აწვდიან ყოველივე ამის შესახებ. კათოლიკურმა ეკლესიამაც კი გამოაცხადა, რომ რწმენა უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ არ ეწინააღმდეგება ბიბლიას. ყველაფერი ახსნადია. ლოგიკური სურათი, რომელიც მიჩელმა დახატა, კარგი დამატებაა ეგრეთ წოდებული შეთქმულების თეორიისთვის. ეს თეორია ვარაუდობს, რომ ესა თუ ის მოვლენები სპეციალურად ინიღბება და ხშირად ასეთივე სახით დასტურდება ოფიციალურ დონეზე. შეთქმულების თეორიის მომხრეები უთითებენ ოფიციალურ ვერსიებში არსებულ მცირე შეუსაბამებებზე, რომლებზე დაყრდნობითაც ისინი სრულიად განსხვავებულ ვერსიებამდე მიდიან. მაგალითად, შეთქმულების თეორიის ყველაზე გახმაურებული ფაქტებია პრინცესა დაიანას სიკვდილი, მასონური შეთქმულება, მთვარეზე გაფრენა და არამიწიერი ცივილიზაციების არსებობის უარყოფა. შეთქმულების თეორია ყოველთვის დიდი მოთხოვნით სარგებლობს მასებში. იდუმალების ხარისხით ის ყველაზე პოპულარულ ფანტასტიკურ ფილმებსაც კი აჭარბებს. არსებობს თეორიაც, რომლის მიხედვითაც ასეთი ფილმები იქნება იმისთვის, რათა ადამიანი მოამზადონ სინამდვილესთან შესახვედრად. არსებობს ფაქტები, რომელიც ბევრს ეჭვს ბადებს. პირადი ემოციები და განცდები იმ პიროვნებისა, რომლებიც ეკლესიური თვალსაზრისით დემონური არსებების მსხვერპლნი ხდებიან. ეს ცხადყოფს იმას, რომ ისინი სუსტი ფსიქიკის მქონეები არიან. მიდრეკილი ჰალუცინაციებისადმი მათი გონება და ცნობიერება გამრუდებულია და ხდება მათი ფსიქოპათოლოგიური განცდების არეკლა მათ ფიზიკურ სხეულზე. ხანდახან ეს გამომჟღავნდება მუქი წერტილის სახით, რომლებიც დამწრობის სახით წარმოიშვება. ამას ქვია პარადოქსი და ამას თვითონ უფოლოგები ეშმაკის ნიშანს ეძახიან. რეალურად ამ დამწრობის მიზეზს ვერ ხსნიან, მაგრამ ეს უფრო ანომალიური ხასიათი არის, ვიდრე უცხო ცივილიზაციის მიერ მიყენებული ზიანიან კურნება. იმ პირობების, რომელიც ჩვენ გვაქვს დედამიწაზე, სხვაგან არსებობის ალბათობა თითქმის ნულის ტოლია. არ შეიძლება ამ ხელა კოსმოსში ხელაღებით იქნეს უარყოფილი რაიმე ცივილიზაციის არსებობა. მაგრამ აქ არ იგულისხმება მაღალ განვითარებული ცივილიზაცია, კოსმოსური გონის არსებობა. არ შეიძლება იქნეს უარყოფილი რაიმე თუნდაც ბაქტერიული ცივილიზაციის არსებობა. თანამედროვე მეცნიერების ხარჯები, ფინანსები მიდის იმაში, რომ კოსმოსიდან მიიღონ რაიმე შეტყობინება. საქართველოდან გაშვებულია ქართული სიმღერის კოდიც, რომელიც წავიდა უსასრულობაში. იმეც გამოთქვამენ, რომ სადღაც რაღაცა მიაღწევს, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ არის. ამავე დროს მიდის რადიოტელესკოპური დაკვირვებები იმ ფიზიკურ ქაოტურ რხევებზე, რომლებიც მეტნაკლებად მისაწვდომია დედამიწაზე არსებული ყველა დიაპაზონისათვის. არსებობს ეგრეთ წოდებული თეთრი ხმაური. ანუ ინფორმაციაც შემოდის კოსმოსიდან, ჩვენთვის ხმაურის სახით არის მოცემული, მაგრამ ის არ არის გაშლადი. თეთრი ხმაური ვერ იქნა გამორჩეული, როგორც გარკვეული მოწესრიგებული შეტყობინება. დაახლოებით ისეთია, როგორც ჩანჩქერის ან მთის მდინარის ხმა. თუ ადამიანი ძალიან დააკვირდება, შეიძლება მისთვის მიუწვდომელი მოვლენების სახით რაღაც ჰარმონია აღიქვას. გაიგოს ვიღაცის ხმა, ვინმე სიმღერა, შეიძლება არიაც კი მოისმინოს ოპერიდან და ასე შემდეგ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ვინმე ადამიანთან ან გუნდთან, რომელიც მღერის ამ ჩანჩქერიდან. ბევრი რამ ილუზიად შეიძლება იქნეს მიჩნეული. უკვე გასული საუკუნის შუა წლებიდან მთელს სამყაროს თავს დაატყდა ეგრეთ წოდებული მფრინავი თეფშების ბუმი. მრავალი ადამიანი ამტკიცებს, რომ მათ იხილეს რაღაც, რომელსაც დღეს ამოს, ანუ ამოუცნობ მფრინავ ობიექტს უწოდებენ. ინგლისურად აბრევიატურით UFO, Unidentified Flying Objects. უცხოპლანეტელებთან კონტაქტებზე ბევრია დაწერილი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს თხზულებები სერიოზულ მეცნიერულ დონეზე არავის გამოუკვლევია. თვით ფსევდომეცნიერული და ოკულტურ კვაზირელიგიური ლიტერატურა აჩვენებს, რამდენად არის დაქვემდებარებული თანამედროვე ადამიანი მითოლოგიურ შემოქმედებას, რომელსაც ზოგჯერ გამოგონილი ფაქტი ჰგონია. ეს სტატიაც განხილული უნდა იქნეს როგორც მცდელობა დასვას გამაფრთხილებელი ნიშანი იმ სულიერო ორმოებთან, რომლებში ჩავარდნაც შესაძლოა ვერც აცდეს ზოგიერთ ჩვენს თანამედროვეს. რა ვიცით ეგრეთ წოდებულ უცხოპლანეტელების შესახებ? მთელი ის მასალა, რომ შევისწავლოთ, რაც დღეს არსებობს ამ თემაზე, უპირველეს ყოვლისა გავიგებთ იმას, რომ უცხოპლანეტელებთან კონტაქტი საშიშია სიცოცხლისათვის.
მაგალითად, ამერიკელმა ჟურნალისტმა ფრენკ ედვარდსმა თავისი სახელგანთქმული წიგნი „მფრინავი თეფშები“ დაიწყო სიტყვებით: „ამოს მოახლოება შესაძლოა საშიში იყოს ადამიანისთვის. ნუ დადგებით ამოს წინაშე, რომელიც ჩამოკიდულია ცის კაბადოზე. ნუ მიეკარები დედამიწაზე დაშვებულ ამოს, საკუთარი უსაფრთხოების მიზნით დაუყოვნებლივ დატოვეთ ეს ადგილი. ნუ გარისკავთ და ნუ უყურებთ ამოს." ფრენკ ედვარდს ეთანხმება მისი კოლეგა ჯონ კილი, რომელიც ამოს სწავლობს 1945 წლიდან. ჩემს ფოსტაში უამრავი წერილია. წერილებში ადამიანები ითხოვენ შველას, მე კი იძულებული ვარ დავაკვირდე, როგორ უარესდება ამოს თვითმხილველთა მდგომარეობა. მრავალი მათგანი უკვე ლამის სიგიჟემდეა მისული, ვიღაცამ კი თავიც მოიკლა. კლასიკური შემთხვევა. ადამიანს თავს აუბნია ულტრაარსებამ, რომლებმაც ის შეაყენეს წარწმეტის გზაზე. არავითარი კლინიკური ახსნა არ გააჩნია მომხდარის ფსიქოლოგიურ მიზეზს. მსგავსი შემთხვევების ყველა მსხვერპლნი, მათ შორის არიან ქალებიც და დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ ულტრაარსებანი მათთამი კეთილგანწყობილი იყო. ყალბი დაპირებებით დაბრიყვებულნი და ფსევდოიდეებით გაჟღენთილნი პირდაპირ მიექანებოდნენ საკუთარი დაყოფისკენ. ცნობილი უფოლოგი ჯონ კილი პირად გამოცდილებაზე დარწმუნდა ამ ფენომენის საშიშროებაში. წელიწადიც არ გასულა იმის შემდეგ, რაც მე სრულად გაუძღვენი ჩემი თავი ამოს კვლევას. და ფენომენმაც ისევე დაიწყო ჩემი დევნა, როგორც ეს უკვე იყო ინგლისელ გამომცემელ არტურ შატლვუდისა და სხვა მრავალთა შემთხვევაში. თავიდან გაგიჟდა ჩემი ტელეფონი, საიდუმლო პიროვნება მირეკავდა დღე და ღამე. გადმომცემდა განსაცვიფრებელ შეტყობინებებს კოსმოსიდან მოსულთა შესახებ. შემდეგ მოხდა ჩემი კატაპულტირება დემონოლოგიის ზღაპრულ ფანტასტიკურ სამყაროში. ლონგ-აილენდში შევხვდი უცნობებს შავი კადილაკებით და როდესაც დავიწყე მათი დევნა, საოცრად გაქრნენ გზიდან, რომელიც ჩიხში შედიოდა. მანათობელი მფრინავი ობიექტები უკან ერთგული ზაღლებივით დამედევნენ. მეჩვენებოდა, რომ მათ ყოველთვის იცოდნენ, სად ვიმყოფებოდი და საით გავემართებოდი. შემეძლო ალალბეძე ამერჩია რომელიმე სასტუმრო ჩემი თანამგზავრების თავიდან მოსაშორებლად, მაგრამ ყოველთვის აღმოჩნდებოდა, რომ ვიღაცამ უკვე შეუკვეთა იქ ოთახი ჩემს სახელზე და დატოვა მთელი რიგი სრულიად უაზრო ტელეფონოგრამები ჩემთვის. მე გავხდი უაზრო თანხმედრათა მსხვერპლი, ხოლო ზოგიერთი ჩემი უახლოესი მეგობარი ნიუ-იორკში, რომელიც არასოდეს დაინტერესებულა ამ ფენომენით, მატყობინებდა უცნაურ და ამოუხსნელ მოვლენებზე, რომლებიც მათ შეემთხვათ. მათ სახლებში დაიწყო პოლტერგეისტული მოვლენები, მძაფრი, მყრალი სუნით ანდაზდებდათ მათ ყველგან. რამდენიმეჯერ გამეღვიძა ღამით და განძრევაც არ შემეძლო. ჩემს წინ კი იდგა უზარმაზარი ბნელი სილუეტი. ჩვენი აზრით ჯეროვანია მივაყურადოთ ამ ადამიანის გაფრთხილებას, რომელმაც მრავალი წელი მიუძღვნა ამოს ფენომენის ამოხსნას. ჩემი დოსიე სავსეა უამრავ შემთხვევათა აღწერით. ზოგიერთი მათგანი ამ დროისთვის გამოკვლეულია მაღალკვალიფიციური ფსიქიატრის მიერ. როდესაც მრავალ მამაკაცს და დედაკაცს, რომლებიც აქტიურ ინტერესს ავლენდნენ ამოს ფენომენისადმი, თავიანთი ვიზიტებით აშინებდნენ ვიღაც უცნაური პიროვნებები. დევნიდნენ შავი კადილაკები, რომლებიც ისე უეცრად უჩინარდებოდნენ, როგორც ჩნდებოდნენ. შედეგად დატერორებული ისინი თავს ანებებდნენ ამ საკითხის შესწავლას. მათ შორის იყო მრავალი კონტაქტიც. ამოს პრობლემით გატაცება ისეთივე საშიშია, როგორც შავი მაგიით გატაცება. ფენომენის მსხვერპლნი, როგორც წესი, ხდებიან ნერვიული, მიმდობი და გამოუცდელი ადამიანები. მრავალ შემთხვევაში ამოს პრობლემით გატაცებას ადამიანი მიჰყავს შიზოფრენიამდე. ბავშვების დაცვა ამოსადმი ინტერესისგან არის ნებისმიერი მოსწავლის და საერთოდ ნებისმიერი ზრდასრული ადამიანის მოვალეობა. უცხოპლანეტელის ტიპიური გარეგნობა, როგორც წარმოგიდგენენ მას თვითმხილველები, მაინც ვინან რა იმალება ნიღბის მიღმა, რომელთაც თავისი გამოჩენის მოწმეები მიჰყავს სიგიჟემდე. აიძულებს მათ თვითმკვლელობას, ან თვითონ ხდებიან მათი სიკვდილისა და უმძიმესი სნეულების მიზეზი. საიდან მოვიდნენ ეს საიდუმლო არსებები? ყოველთვის მათ საქციელში ჩანს შიში. ძროხები და ცხვრები პანიკურად გარბიან, ძაღლები იწყებენ ყმუილს და ყეფას. ცნობილია შემთხვევები, როდესაც ამომ ცხოველებში გამოიწვია დამწრობები, დამბლა და სიკვდილიც კი. თვითმხილველთა თქმით, ამოსთან კონტაქტის დროს ადამიანშიც დაფიქსირდა დროებითი გაშეშება, როდესაც ადამიანები ინარჩუნებდნენ ყველა გრძნობას, მაგრამ განძრევა არ შეეძლოთ. ამოს ზოგიერთი მოწმე აღწერს თავის შეგრძნებებს, როგორც ელექტროშოკს, რომელმაც ისინი გააშეშა. დაფიქსირებული იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ამოს გამოჩენისას თვითმხილველი მიჰყავდა გონების დაკარგვამდე.
ზოგჯერ გონებას კარგავდნენ კონტაქტიდან რამოდენიმე საათის შემდეგ. იყო ტანის ამოსის თვითაალებისა და სერიოზული დამწრობის, ასევე მხედველობის დაკარგვის მრავალი შემთხვევებიც. არსებობს ამოს კონტაქტორთა სიკვდილის ფაქტებიც. მაგალითად 1946 წელს ბრაზილიაში დაიღუპა 40 წლის ფერმერი. ამოსთან კონტაქტის შემდეგ მის სხეულზე დაფიქსირდა დამწრობები. რამოდენიმე საათის განმავლობაში თვითმხილველთა თვალწინ მისი ტყავი ჩამოსცილდა ძვლებს. 6 საათის შემდეგ კი გარდაიცვალა. თანაც ეს უცხო პლანეტელებთან შეხვედრის შემდეგ ადამიანის სიკვდილის ერთ-ერთი შემთხვევაროდია. საერთოდ ამ ხშირად ჩნდება იქ, სადაც იღვრება სისხლი. ისტორიულ ქრონიკებში მრავალი მოწმობა არსებობს ბრძოლის ველზე მათი მყოფობის შესახებ. ისინი უნახავთ კურსკის რკალზე, სადაც თან ახრძნენ ალექსანდრე მაკედონელის ჯარებს და იმყოფებოდნენ სისხლის ზღვრის მრავალ ადგილზე. რა გავლენას ახდენს ამო ადამიანის ფსიქიკაზე? დიაპაზონი აქ საკმაოდ დიდია. ზოგჯერ ამოს გამოჩენის წინ ადამიანებს ეწყებათ ძლიერი აღგზნება, შფოთვარება, თვითმხილველებს უჩნდებათ შიშის გრძნობა, რომელიც საშინელ ზრწოლვაში გადადის. მაგალითად 1969 წელს პოლონური თევზმჭერი კატარაღა ჰელა-27 შეეჯახა ამოს. ამ დროს კატარაღის შკიპერმა შონბორგმა იგრძნო უცნაური გაშეშება, ტკივილი გულის არეში და დაკარგა მხედველობა. ერთდროულად მან განიცადა ისეთი შიში, რომელიც ყველაზე ძლიერი შტორმის დროსაც კი არ განუცდია. მესაჭე ელვარტიც ასევე გაშეშდა და შტურვალიც კი მიატოვა. ასევე გუნდის სხვა ორმა წევრმა, ფიგურსკიმ და ბონამ, როდესაც ბაქანზე გამოვიდნენ უძლიერესი ტკივილი იგრძნეს საფეთქლებში. შონბერგი ამტკიცებდა, რომ შიშის გრძნობა არტოვებდა მას. ზოგჯერ ამოსთან კონტაქტის შემდეგ ადამიანებს თან სდევთ კოშმარული სიზმრები. დაფიქსირებულია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ამოსთან შეხვედრის შემდეგ ადამიანებს ეძინათ კვირაობით და თვეობით, დღეღამეში 16 საათი. თვითმხილველთა მტკიცებით, როდესაც ამო გამოდის კონტაქტზე, ისინი ადამიანებთან ამყარებენ ტელეპათიურ კავშირს. უცხოპლანეტელები მათ უწერდნენ გზავნილებს კოსმოსიდან, ვარსკვლავებიდან და აჯილდოვებდნენ. მაგალითად ექსტრასენსორული თვისებებით. რა ემართებათ ასეთ ადამიანებს კონტაქტის შემდეგ? ამოს მკვლევარებმა აღმოაჩინეს მთელი რიგი კანონზომიერებები ამ სახის კონტაქტორებთან. ისინი სწრაფად კვდებიან, თანაც მათ სიკვდილს ხშირად წინ უძღვის მძიმესნეულება. ძალიან ბევრი კონტაქტორი ხვდება ფსიქიატრიულ კლინიკაში. მათ უკვე იცდებათ ინტელექტუალური შესაძლებლობები და კრიტიკული ანალიზის უნარი. ისინი უფრო მიმდობნი არიან და ადვილად ვარდებიან ჰიპნოზურ ტრანსში, ვიდრე სხვა ადამიანები. უცხოპლანეტელების ზეგავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე მედიცინის მეცნიერთა კანდიდატმა ტუკინმა განაცხადა. უმეტეს შემთხვევაში უცხოპლანეტელთან ადამიანთა კონტაქტის შემდეგ იხატება ასეთი სურათი. კონტაქტის შემდეგ ხდება ფსიქიკის გადახრა. პირველი სიმპტომია შიში და ნერვოზი. სოიუზ უფო ცენტრმა ჩაატარა კონტაქტორთა ფსიქიკური გამოკვლევა და რის შედეგადაც გამოკვლეული 106 კაციდან ჯანმრთელი აღმოჩნდა მხოლოდ 4. დანარჩენი 102 ადამიანი შეიძლება განვაკუთვნოთ პრობლემურ ადამიანთა რიცხვს. მათგან შიზოფრენია დაემართა 47 ადამიანს. შიზოფრენიის პარაფრენული ეტაპი 16-ს, პერიოდული ფორმები 9-ს, დეფექტური მდგომარეობა დეფიციტარული გაღიზიანების გამოხატულებით 10 ადამიანს. ქრონიკული სულიერი მდგომარეობის ფორმის დიფერენციალო დიაგნოსტიკური ეჭვი 24 ადამიანს, მანიაკალური ფაზა 2 ადამიანს, ისტერია 12 ადამიანს, ჰიპერტიუმი 6 ადამიანს, ინტელექტუალური უკმარისობა 5 ადამიანს, ხოლო CNS-ის ორგანული დაზიანება 80 ადამიანს. კონტაქტორებად უცხოპლანეტელები ირჩევენ სულიერად დაუცველ ადამიანებს. ანუ ან ათეისტებს, ან კიდევ არაეკლესიურ ადამიანებს. ეკლესიური მართლმადიდებელი ქრისტიანები ფაქტიურად არ ამყარებენ კონტაქტს ამოებთან. ხოლო ოკულტიზმის ნებისმიერი ფორმით გატაცება საკმაოდ უწყობს ხელს ამგვარ კონტაქტს. ხშირად კონტაქტორები არ ფლობენ ინტელექტის მაღალ დონეს, რაც ცხადყოფილია იმ წიგნებიდან, რომელთაც ისინი ავრცელებენ. ამგვარი ნაშრომების შინაარსი ხშირად ბადებს კითხვას მათი ავტორების სრულგონიერებაზე. არაფერი რომ არ ვთქვათ თვით ამ ნაშრომების სამეცნიერო უსუსურობაზე. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ პრაქტიკულად კონტაქტორების მიერ მიღებული ინფორმაცია არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს. უმეტეს შემთხვევაში კონტაქტორები არიან ეგრეთ წოდებული მედიუმები,
ანუ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ფსიქოფიზიკური ან მემკვიდრეობითი წინაგანწყობის გამო ადვილად მოქცევადნი არიან დემონური ძალის ზეგავლენის ქვეშ. უმეტესწილად მათ მიერ დაწერილი ლიტერატურა უკეთეს შემთხვევაში მათ გულუბრყვილობაზე მოწმობს. უარეს შემთხვევაში კი ასახავს მათ ფსიქოლოგიურ, ზოგჯერ კი ფსიქიატრიულ პრობლემებს. მაგალითისთვის მკითხველს ვთავაზობთ იფიქროს იმაზე, თუ რა შეიძლება იდგეს, ვთქვათ, ერთ-ერთი ავტორ-კონტაქტორის ამგვარ მტკიცებულების უკან. უცხოპლანეტელებზე თავიანთ მსხვერპლთან ურთიერთობის ხასიათით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ესწრაფვიან ადამიანზე ბატონობას, რაც ყოველთვის ამოფარებულია დედამიწის ცივილიზაციის გადარჩენის მომხიბლავ იდეას. კაცობრიობის გადამრჩენელთა როლი კონტაქტორებს მათ დამინდობას შთააგონებს. მაგრამ უცხოპლანეტელებთან კონტაქტში მყოფი ადამიანები მოწმობენ, რომ თაფლობისთვის გავლის შემდეგ უცხოპლანეტელები უკვე აშკარად მბრძანებლობენ და ითხოვენ მათ დამიმორჩილებას. თანაც უარის თქმის შემთხვევაში იმუქრებიან უამრავი უბედურებებით. მანიპულაციის მეთოდებად უცხოპლანეტელები იყენებენ ადამიანის ვნებებსა და მიდრეკილებებს. მაგალითად, მათ შეუძლიათ შეაქონ კონტაქტორის უჩვეულო, ინტელექტუალური, ფიზიკური თუ ენერგიული შესაძლებლობები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში არ არსებობს. შემდეგი სატყუარა არის განკურნების ნიჭი, რომლითაც უცხოპლანეტელები თითქოს და აჯილდოვებენ თავიანთ გულუბრყვილო თაყვანისმცემლებს. გამოიყენება ადამიანის სექსუალური მოთხოვნილებების ხელოვნური დაშინება. როგორც ვხედავთ, ხერხები არ არის ახალი. სხვათა შორის ეს ხერხები ძალზედ პოპულარულია სექტანტებს შორის, მაგრამ საკმაოდ ქმედითია და ხშირად მიზანსაც აღწევს. უცხოპლანეტელები აქტიურად ნერგავენ საკუთარ რელიგიურ იდეებს. ამასთან ეს იდეები ძალზედ წააგავს იმ იდეებს ყველა ჯურის ოკულტისტები რომ ავრცელებენ. კაცობრიობა უნდა დაბრუნდეს იმ გზაზე, რომელსაც მას მიუთითა ქრისტემ, კრიშნამ და ბუდამ. ამასთანავე ქრისტეს, კრიშნას და ბუდას გზაზე შედგომა მთავრდება ოკულტიზმის ბანალური ქადაგების და კონტაქტორის უნიკალური მტკიცებულებით. მტკიცებულებით, რომელიც მზად არის თვითვე შეცვალოს ყველა ტრადიციული მსოფლიოს რელიგია იმ უახლესი ინფორმაციით, რომელიც ზეცივილიზაციებისგან მიუღია. დიდი მადლობა მეგობრებო, რომ ჩემს გვერდით ხართ. ძალიან გთხოვთ მოვიწონოთ ვიდეო, რაც იმედს მომცემს, რომ კვლავ გავაგრძელებ საინტერესო ვიდეოების დადებას. ხოლო ვისაც არ გაქვთ გამოწერილი არხი, გამოიწერეთ და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.